აღნიშნავენ ნოქალაქევში, რომ ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას ხვდება და მათ სიტყვით მიმართავს, ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ და ვრთავთ შეხვედრას. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი საქართველოს სახელმწიფოებრივ ისტორიაში. ეგრეთ წოდებული დღესასწაული ძვირფასო მეგობრებო, არ არის მხოლოდ ერთი კუთხის ზეიმი, როგორც გვაღვნიშნე. მხოლოდ ერთი კუთხის მდიდარი კულტურის და ტრადიციების წარმოჩენის სურვილი. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში დალექილი ერთად ყოფნის სურვილი. და შემთხვევითი არ არის, რომ ამ დღესასწაულის გასამართად სწორედ ციხე-გოჯი შეირჩა. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველთვის გვახსენებს უდიდეს ისტორიულ მოვლენას და შეგვახსენებს ჩვენ ქართველებს, რა ძალა აქვს ერთობას, თანადგომას და მხარდაჭერას საერთო მიზნის მისაღწევად. დიახ, ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ჩვენ სამშობლოს, ჩვენ სახელმწიფოს სჭირდება საკუთარი ხალხის ერთიანობა. და ჩვენი მიზანიც არის საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა ერთიან ძლიერ საქართველოში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი ევროპული ტიპის თანამედროვე განვითარებული სახელმწიფო. და ჩვენს ხალხს აქვს ამის პოტენციალი. და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენი მთავრობა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები და განვითარების პირობები. იმისაც, რომ ჩვენი ნიჭიერი ერი განვითარდეს, გაძლიერდეს და სრულად გამოიყენოს საკუთარი უზარმაზარი პოტენციალი. და დღეს მე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს გავეცანი. დავათვალიერეთ ხილის ახალი საწარმოები, სათბურის მეურნეობები და თქვენი იცით, რომ მიმდინარეობს სენაკი ნოქალაქევი ბანძა-ხონის საავტომობილო გზის 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ეს იქნება უმოკლესი გზა სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტების შორის და ხონამდე და ქუთაისამდე უпроსორად. და ეს მონაკვეთი ყოველთვის იყო ძალიან დაზიანებული. და თუ ადრე კონკრეტული მონაკვეთის გავლა სჭირდებოდა 1 საათი, ამ მონაკვეთის ადგენის შემდეგ მხოლოდ 15 წუთი დაჭირდება. გარდა ამისა, უკვე არაერთი საინტერესო ადგილამდე გადაადგილება გახდება კომფორტული თითოეული მოქალაქისთვის. და ეს გზა იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამეგრელოში ტურიზმის განვითარებისთვისაც. ამ საოცარი კუთხის სამეგრელოს თვალწარმტაცმა და განუმეორებელმა ბუნებამ შეუძლებელია გულგრილი დატოვოს ნებისმიერი აქ შემოსული და ტურისტი. სამეგრელოს სტუმარი არასოდეს სხვა პირდაპირ ჩართვა ნოქალაქევიდან ეგრისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით მიმართავს საქართველოს